კვირას 4 თებერვალს ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ ტიმოთეს 70-თაგანს, ღირსმოწამე ანასტასის სპარს, წმინდა მღვდელმოწამეებს მანუელს, გიორგის, პეტრეს და ლეონს ეპისკოპოსებს, გაბრიელს, სიონს, იოანეს, ლეონს და პაროდის ხუცესებს. საზაიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იაძეების გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. სულ მალე იწყება მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის და ამ პერიოდის წინ ყოველთვის იკითხება წმინდა სახარება იერიქონელი ბრმის შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ ტაძარში. აქ მოთხრობილია თუ რა მოხდა ქალაქ იერიქონის შესასვლელთან, კარიბჭესთან, როდესაც იქ უფალი იესო ქრისტე მიბრძანდა თავის მოწაფეებთან ერთად. ესეთ ადგილებში ყოველთვის იკრიბებოდნენ გაჭირვებულები, სნეულები და მოწყალებას ითხოვდნენ. და აი, ასეთი საწყალი ადამიანებს შორის იყო ერთი ბრმა სახელად ბარტიმეოსი და მას უეცრად მოესმა, რომ ცნობილი ნაზარეველი მოძღვარი თავის მოწაფეებთან ერთად ქალაქის კარიბჭეს უახლოვდება. რა თქმა უნდა, მას გაგონილი ჰქონდა იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი არამხოლოდ მოძღვრავდა ხალხს, არამედ სნეულებსაც კურნავდა და სასწაულებს ახდენდა. და მან იფიქრა, ვინ თუ არა იგი შეძლებს ჩემს შველას და თვალების ახელას. ამიტომ ამ ხალხმრავლობიდან იგი ცდილობს იესო ქრისტეს მიაწვდინოს ხმა და ყვირის, იესო ძეო დავითისო, შემიწყალე მე. უფალი იესო ქრისტე მას მიუახლოვდა, ბრძანა რომ მასთან მოეყვანათ და ჰკითხა, რა გინდა რომ გაგიკეთო მეშე? ბარტიმეოსმა მიუგო, უფალო, რომ ამეხილოს თვალი. და ეს სიტყვები ისეთი დიდი რწმენით იყო ნათქვამი, იმდენად დარწმუნებული იყო ეს ბრმა, რომ მაცხოვარი მის თხოვნას შეასრულებს, რომ უფალმა უთხრა, ახილე, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და იმ წამსვე მას თვალები ეხილება. მაგრამ ფიზიკურ თვალებთან ერთად მას ეხილება სულიერი თვალიც. იმიტომ რომ შემდეგ იგი ქრისტეს შეუდგა, გააყვამას და ღმერთს ადიდებდა. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გავართ ამ ბრმა ადამიანს. იმიტომ რომ სიბრმავე არსებობს ფიზიკური და ასევე სიბრმავე არსებობს სულიერიც. და აი, ჩვენ მეტნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე. იმიტომ რომ ხშირად ვერ ვხედავთ ამ ცხოვრების სულიერ სილამაზეს, აზრს, სიღრმეს. და ან კიდევ თუ რაიმეს ვხედავთ, ესეც არ არის საკმარისი. ამიტომ დღევანდელი სახარება ჩვენ გვაფიქრებს ჩვენს სულიერ სიბრმავეზე, გვაფიქრებს თვალის ახელაზე. და აი, ჩვენ ბევრ რამეზე უნდა ავახილოთ თვალი.
როგორც მოგახსენეთ, დიდი მარხვა ახლოვდება და ამიტომ წმინდა ეკლესია ამაზე გვაფიქრებს. პირველ რიგში უნდა დავინახოთ ჩვენში ცოდვა, რომელიც გვაკნინებს ჩვენ, გვამცირებს და უღირსად გვაქცევს ადამიანის წოდებისაც კი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შეუძლებელს ხდის, რომ საღვთო ბუნების თანაზიარები გავხდეთ წმინდა მოციქულების სწავლებისამებრ, რაც არის ჩვენი მოწოდება და დანიშნულება. ასევე, მაგრამ ცოდვის გარდა, ჩვენს თავში უნდა დავინახოთ ღვთის ხატებაც. რომ მარტო ცოდვა არ არის ჩვენში. ყველაზე ძვირფასი ჩვენში არის ხატება ღვთისა, ის დიდი სიწმინდე, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ და რომელიც უნდა ღვთის მადლით გამოფწყინდეს მთელი ჩვენი ცხოვრების ღვაწლის შედეგად. ასევე ჩვენ ახლებურად უნდა დავინახოთ ადამიანიც. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ადვილად ვხედავთ მოყვასის ნაკლულევანებებს და ადვილად განვიკითხავთ ერთმანეთს, გულს ვატკენთ ამითი. ამიტომ ჩვენ ადამიანშიც უნდა დავინახოთ ხატება ღვთისა, ეს დიდი სიწმინდე და ვისწავლოთ მოკრძალებული და მოწიწებითი დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენ გარშემო არის. ეს ბარტიმეოსი ისეთი შემართებით მიისწრაფოდა ქრისტესკენ, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ უფალი მის თხოვნას შეუსრულებს, რომ ის ალბათ ფიქრობდა ასე, რომ ან ახლა, ან არასდროს. რომ ეს შემთხვევა აღარ გამეორდება, რომ ჩემთან ახლოს ჩამოიაროს იმან, ვისაც შეუძლია ყველაფრის მოცემა. თვით მხედველობისაც კი. და აი ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ბრმისგან კიდევ იმით განსხვავდებით, რომ ჩვენთვის არ არის აუცილებელი, რომ მასავით ვიყვიროთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აღარ გამეორდება და მუფალი იესო ქრისტე ჩვენთან ახლოს აღარ ჩამოივლის. რატომ? იმიტომ რომ მუფალი ყოველთვის ჩვენთან არის. ყოველთვის ჩვენ შორის იმყოფება, ჩვენთან დადის და მეტიც არა მხოლოდ ჩვენთან ახლოს არის, არამედ თვითონ გვეძახის, თვითონ მოგვიწოდებს და ჩვენზე მეტად სურს, რომ ჩვენ თვალი აგვიხილოს, გადაგვარჩინოს. იმიტომ რომ სწორედ ამისთვის მობრძანდა იგი ამ დედამიწაზე. ამიტომ, როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ ჩვენ სიბრმავეს, ეს საკმარისია ეს გავაცნობიეროთ. საკმარისია ჩვენში გაიღვიძოს აი ამ განცდამ, რომ ასეთ სიბრმავეში მეტი ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმ წუთშივე, იმ წამსვე ნებისმიერ დროს მივმართოთ უფალს. იმიტომ რომ ვიმეორებ ის ყოველთვის ჩვენთან ახლოს არის. და ვთხოვოთ მას შეწყალება, მოვინანიოთ ცოდვები და ვთხოვოთ მას, რომ სულიერი ხედვა მოგცეს ჩვენ. იმისთვის რომ დავინახოთ ქრისტიანული ცხოვრების ნამდვილი სილამაზე, მშვენიერება, სიღრმე და აზრი და რომ ჩვენ გულში მივიღოთ ის სიხარული, რომელიც აი ამ ხედვასთან ერთად სულში შემოდის და ჩვენ გვაცხოვნებს. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვლოცავთ იაძეების ვარს. მერთმა გამრავლოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. გადაგების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საფეხბურთო კლუბ გოლდენ აკადემიის წევრები დალოცა.